პუტინის მორიგი მუქარა რუსეთს დრონები ამჯერად მიუნხენის ცაზე, ესკალაციის სპირალი და რა თქმა უნდა მდგომარეობა ფრონტზე. გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯრი, დღეს 4 ოქტომბერია 2025 წელი, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1318 დღე გავიდა. თქვენ უყურებთ პროექტს რა ხდება უკრაინაში და დღევანდელ ეპიზოდში ვისაუბრებ იმ თემებზე, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალეთ. მანამდე კი ტრადიციულად მადლობა ყველას, ვინც მიყურებს, ვინც აქტიურობს კომენტარებში, ვინც ალაიქებს ვიდეოს. მადლობა ჩემს გამომწერებს, ასევე განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც დონაციას ეწევა. თქვენ კი ვისაც დონაციის სრული გაქვთ, შეგახსენებთ, რომ აღწერაში ანგარიში ცნობილი და ნებისმიერი თანხის დონაციაა შესაძლებელი. თქვენ კი ვისაც ჯერ არხი არ გამოგიწერიათ, ახლა ის დროა გამოიწუროთ არხი და ალაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში, რადგან ასე YouTube-ის ალგორითმს ეუბნებით, რომ ეს ვიდეო ნახვა ღირს და სხვებსაც შესთავაზებს. დავიწყოთ იმ ესკალაციის სპირალით, რომელზეც უკვე რამდენიმე ეპიზოდია გამოვთ საუბრობ, რადგან პუტინი, ასე ვთქვათ, ორი ტიპის ესკალაციას ეწევა. ერთი არის ვერბალური ესკალაცია, როდესაც ის ყოველ გამოჩენაზე სულ უფრო მეტ, ასე ვთქვათ, მისგან უფრო მეტ მუქარას ვისმენთ, ხოლო მეორე მოქმედებების ესკალაცია, მართალია ჩვენ პირდაპირ სამხედრო დრონები პოლონეთის და რუმინეთის შემდეგ აღარ გვინახავს, თუმცა იყო შეგახსენებთ შეფრენა ბომბდამშენების ესტონეთში, ასევე იყო ალიასკასთან მიახლოვის მცდელობა და ასევე ამის შემდეგ უკვე დრონები, უპილოტო საფრენი აპარატები ევროპის სხვადასხვა დედაქალაქის თავზე და მათ შორის უკვე გერმანიაში მიუნხენის თავზეც დღეს გუშინ ღამე და დღეს შეფერხდა ფრენები მიუნხენიდან და ეს ასე ვთქვათ ეს ესკალაციის ასე ვთქვათ სპირალი არ ჩერდება, სულ უფრო ღრმავდება და როდესაც პუტინი იძახის, რომ სისულელია თითქოს რუსეთი ნატოზე თავდასხმას აპირებს, მათ შორის ამის პარალელურად ჩვენ ვხედავთ მსგავსი ტიპის თავდასხმებს. ის რომ არ აპირებს, ასე ვთქვათ, რუსეთი თავდასხმას ნატოზე, ეს კიდევ ერთხელ გაიმეორა პუტინმა ვალდაის საერთაშორისო სადისკუსიო კონფერენცია, ასე ქვია. იქ დისკუსია არაფერი არ ყოფილა, პუტინი გამოვიდა, თავის თეზისები თქვა და შემდეგ რაღაც კითხვა-პასუხის რეჟიმი იყო, ეკითხებოდნენ და ის პასუხს სცემდა, არავინ მასთან დისკუსიაში არ შესულა. რა არის და ძირითად ნაწილს, ასე ვთქვათ, დღევანდელი ეპიზოდზე სწორედ აი ამ ვალდაის კონფერენციის მიმოხილვას დავუთმობ. რა არის ვალდაის კონფერენცია? 22 ჯერ ჩატარდა ის და ეს, ასე ვთქვათ, ამას კრემლი იყენებს საკუთარი ნარატივების გასავრცელებლად, პრაქტიკულად კრებს მთელი მსოფლიოდან საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს და იქ აჟღერებს თავის ნარატივებს. პრაქტიკულად ის ხალხი, ვინც ამ კონფერენციას ესწრება, უმეტესობა მათგანი არის ეგრეთ წოდებული გავლენის აგენტი, რომელიც აი ამ რუსულ ნარატივებს ისმენს პირდაპირ პუტინისგან და შემდეგ უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ავრცელებენ და ამას მე არ ვიგონებ, ასე ვთქვათ, თვითონ პუტინი ამ კონფერენციის გახსნაზე იგივე სამტკიცებს, ის ამბობს, რომ შეკრიბა ეს საზოგადოება იმისთვის, რომ დანარჩენი მსოფლიო რას ამბობს, იმას ყურადღება არ მიაქციონ და რუსული ინტერპრეტაციები და რუსული ხედვები გაიგონი. დისკუსიები ამ კლუბში იძლევა საშუალებას მიუკერძოებლად შევაფასოთ რა ხდება მსოფლიოში, გავაფიქსიროთ ეს ცვლილებები და შევაფასოთ. ვალდაის კლუბის სიძლიერე იმაშია, რომ დაგანახოთ მსოფლიოს საინფორმაციო ბანალური ჭეშმარიტებების მიღმა არსებული სიმართლე. არ დავემორჩილოთ ამ საინფორმაციო ნარატივებს. ჩვენ აქ ვცდილობთ ჩვენი ხედვები დავაფიქსიროთ და ხშირად ეს გამოგვდის კიდეც. ჩვენ გაჩვენებთ რა ხდება ამ ფარგლის მიღმა. ხო, აი პირდაპირ ამბობს, რომ ფარგლის მიღმაო, რა ხდება, ჩვენ დაგანახებთ და ჩვენ შემოგთავაზებთ ნარატივებს და შემდეგ ის გაავრცელებთ, რასაც დანარჩენი მსოფლიო ამბობს, ეგ ტყუილი არისო. ძალიან, ასე ვთქვათ, ხანგრძლივი იყო ასე პუტინის ეს სიტყვით გადმოსვლა და მე კითხვა-პასუხი ჯამში 4 საათს გაგრძელდა. ამ 4 საათიდან ნახევარზე მეტი, ასე ვთქვათ, სიტყვას კითხულობდა, შემდეგ იყო უკვე ასე ვთქვათ, კითხვა-პასუხი და პრინციპში თავიდანვე ძალიან ნათელი იყო რისთვის შეიკრიბა ეს ხალხი.
В этой связи მნიშვნელოვანია, რომ ყველა საკითხი გადაწყდეს მოლაპარაკებების გზით და ყველა ან უმრავლესი ჩართული მხარის ინტერესის გათვალისწინებით. სხვა შემთხვევაში, ვერცერთი სიცოცხლისუნარიანი შეთანხმების მიღწევა საერთოდ ვერ იქნება შესაძლებელი. იქნება მხოლოდ ხმაურიანი სიტყვები და ამბიციების დატოლება. ანუ ნახეთ როგორ ოსტატურად იტყუებენ და როგორ პროპაგანდას როგორ ამუშავებს. აუცილებელი არისო ყველა ჩართული მხარის ინტერესები იქნას გათვალისწინებული იმისთვის რომ რაიმე გადაწყვეტილება სიცოცხლისუნარიანი გადაწყვეტილება მივიღოთ და ამ შემთხვევაში თვითონ როდესაც უკრაინაზე მიდგება საკითხი, ის არ თვლის 800-ია საჭირო, ის თვლის რომ დიდმა ბიძიებმა უნდა გადაწყვეტონ ეს საკითხი, დასხდნენ სადღაც რაღაც კონფერენციაზე და უკრაინის ჩართულობის გარეშე გადაწყვეტონ უკრაინის ბედი. და მეორეს მხრივ, როდესაც უკვე რუსეთის ინტერესებზე მიდგება საქმე, არა, იქ აუცილებლად რუსეთის ინტერესიც უნდა იყოს დაცული, რუსეთის ინტერესი აუცილებელია, სხვა შემთხვევაში არაფერი არ გამოვაო. ჩვენი მხარე ცდილობდა, რომ ბლოკური კონფრონტაცია შეგვემცირებინა, გვინდოდა შეგვექმნა ერთობლივი უსაფრთხოება. ორჯერ განვაცხადეთ ნატოში გაწევრების მზაობა. პირველად 1954 წელს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს და მეორედ კლინტონი რომ იმყოფებოდა მოსკოვში და ორჯერვე ფაქტობრივად მივიღეთ უარი, რადგან ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ აღმოჩნდნენ მზად გეოპოლიტიკური სტერეოტიპების ტყვეობიდან გათავისუფლებულიყვნენ. ნაწყენი ყოფილა ამხანაგი პუტინი ნატოში რატო არ მიიღეთ. და ამ განცხადების აბსურდულობა რო წარმოვიდგინოთ, საბჭოთა კავშირიც კი არ მიიღეს, საბჭოთა კავშირის დროსაც კი გვინდოდაო ნატოში წევრობაო და მე რა გამოვიდოდა რომ ავღანეთში რო შეგვარდნენ ნატო უნდა დახმარებოდა საბჭოთა კავშირს ამ აგრესიაში თუ როგორ წარმოუდგენია. მთელი ტრაგედია იმაშია, რომ პუტინს მართლა სჯერა, რომ ასე ვინც ძლიერია, ის რასაც თიც დააწყაპონებს და იტყვის, ის უნდა მიიღოს. პუტინს სჯერა, რომ არ არის აუცილებელი იყო დემოკრატიული სახელმწიფო, რომ ნატოში მიგიღონ. პუტინს სჯერა, რომ არ არის აუცილებელი კონდეს თავისუფალი სასამართლო, არ დევნიდე ოპოზიციას. ის ფიქრობს, რომ ყველა ვარიანტში უნდა მიიღონ ნატოში, თუ კი ის მოისურვებს. შეგახსენებთ, რომ ნატოში მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანას უნდა გაწევრება, თუმცა ვერ ხდება ეს ამბავი. მათ შორის არის იგივე უკრაინა, იგივე საქართველო, ხო? და სწორედ ამიტომ არის ეს პრობლემა. სწორედ ამიტომ არის ნატოს წევრობა მნიშვნელოვანი, რომ ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოების გაერთიანება. კი, ახლა შეგვიძლია ვთქვათ თურქეთი ბოლომდე დემოკრატიულ სახელმწიფოდ ვერ ჩავთვალოთ ბოლო პერიოდის განსაკუთრებით. თუმცა ის საარჩევნო დემოკრატია არის, იქ ასე ვთქვათ ზოგადად საერთაშორისო წესებს პატივსცემენ და სხვის ტერიტორიულ მთლიანობას ასე ვთქვათ პირდაპირ საფრთხეს არ უქმნიან. ყოველ შემთხვევაში ომებს არ აწარმოებენ. Истеблишмент не хочет уступать власть. სახელმწიფო ისტაბლიშმენტს არ სურს არაუფლების დათმობა. პირდაპირ ატყუებს საკუთარ მოქალაქეებს. შიდა ბაზარზე სიტუაციას ამძიმებს. შიდა პოლიტიკაში ყველაფერს კადრულობენ და ხშირად კანონსაც არღვევენ. დემოკრატიული საარჩევნო პროცესი გადააქციეს ფარსად. ზოგიერთ ქვეყანაში აუქმებენ პოლიტიკურ ოპონენტებს. იმ ხალხს აუქმებენ, ვისაც მეტი რეიტინგი აქვს. ხო, რა თქმა უნდა, ჯობია მოკლა ოპონენტი, ვიდრე აკრძალო, ასე ფიქრობს პუტინი. და ხომ გეგონათ ახლა რომ თითქოს რუსეთზე ლაპარაკობდა. არა, ამ ყველაფერს შედანაშაულებს ევროპას და ევროკავშირს და აი ამ 4 საათიანი გამოსვლის დროს ძალიან ბევრი, ვთქვათ, უკმეხი სიტყვები მოვისმენთ ევროპის მიმართულებით. ის, რასაც თვითონ აკეთებს რუსეთში, იმას შეადანაშაულებს ევროპას. აი ესეც არის მათ შორის პროპაგანდა, როცა სხვა საბრალებ იმას, რასაც შენ აკეთებ. რა თქმა უნდა, ჩვენ მოვისმინეთ მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები, თითქოს მოლდოვას არჩევნებში ბრიუსელი ჩაერია, თითქოს
რაღაცა მანამდეც იყო ჩარევები და არავინ ახსენებს რუსეთში იმ ჩარევებს, რომელსაც FBI იძიებს და ამერიკის არჩევნებში ჩარევები ქვია. არავინ იძიებს და არავინ ლაპარაკობს იმ ჩარევებზე, რომელიც რუსეთმა საქართველოს არჩევნებში განახორციელა. რატომღაც პუტინს არ გაახსენდა მისი მოკლული პოლიტიკური ოპონენტები და როდესაც მისი მოკლული არ გულისხმობს პირდაპირ პუტინმა აიღო იარაღი და მოკლა, თუმცა ეს რა თქმა უნდა მისი დავალებით ზოგ შემთხვევაში მის საამებლად და მისი მხრიდან თვალის დახუჭვით განხორციელდა. შესაბამისად, როდესაც რუსულ პროპაგანდაზე ვსაუბრობთ, მათ შორის არის აი ეს ერთ-ერთი კარგი მაგალითი, როგორ უნდა დააბრალოს სხვას ის, რასაც აკეთებს შენ. Но правящие элиты Объединенной Европы продолжают нагнетать истерию. Оказывается, война с გაერთიანებული русскими чуть ევროპის ли не на ლიდერები пороге. ისტერიკაში არიან. ამბობენ, თქოს რუსეთთან ომი გარდაუვალია. ამ раз სულელურ манტრას იმეორებენ Смотрю, вот я გამუდმებით. честно говоря, უყურებ და смотрю ვფიქრობ, иногда, ღმერთო, и что ამათ говорят, ამის მართლა ну, სჯერათ? они же- ამისი но они არ же не შეიძლება могут в это მჯეროდეს, რომ верить. რუსეთი თავს დაესხმება ნატოს. Они же не могут ამის верить в то, დაჯერება что говорят. შეუძლებელია და თავის Что მოქალაქეებს კი Россия არ წმდებენ собирается ამაში. нападать на შესაბამისად, ან НАТО. В это არაკომპეტენტურები поверить არიან невозможно. ამას რომ ამტკიცებენ, А своих ან უბრალოდ людей უწესოები, რადგან თვითონ არ სჯერათ, Значит, ხალხს კი это ატყუებენ. что за მოკლედ, люди? Они დამშვიდით, შვიდად იზიდეთ. მიხედეთ либо თქვენს очень პრობლემებს. некомпетентны, აი ეს რომ თქვა, იქიდან არასრულ 24 საათში მიუნხენის აეროპორტი გახდა იძულებული, რომ დაკეტილიყო დრონების გამო. და ახლა რა თქმა უნდა, ბევრი რუსეთთვე გაიფიქრებს კი, მაგრამ რატომ იყო ეს დრონები რუსულიო? მე შეგახსენებთ, რომ რუსები ოფიციალურ დონეზე კი უარყოფენ, რომ მათი დრონებია, თუმცა რამდენიმე საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია და ეს კიდე წინა კვირაში მოხდა, სადაც ბრიტანეთის, გერმანიის და საფრანგეთის დიპლომატებს შეხვდნენ წარმომადგენლები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ელჩების მოთხოვნით, სწორედ დიპლომატების მოთხოვნით, რომ აი ამ ესკალაციაზე ესაუბრათ და იქ რუსებმა განაცხადეს, რომ ეს არის მათი სარკისებული პასუხი უკრაინის ქმედებებზე, რომელიც რუსეთში იწვევს აეროპორტების დახურვას. შესაბამისად, თუ კი ვინაფიქრობთ, რომ არ არიან რუსები, აი თვითონ რუსები აი ასე ადასტურებენ, რომ არიან. მერე მეორე, თუ კი ვინაფიქრობთ, რომ ეს მართლაც არის სარკისებული პასუხი უკრაინის ნაბიჯებზე, ესეც არის აი ამ პროპაგანდის ნაწილი, იმიტომ რომ ომი, რომელიც დაიწყო რუსეთმა, აგრესია, რომელსაც ახორციელებს რუსეთი და ამაზე პასუხად უკრაინა თავს იცავს იმ საშუალებებითაც შეუძლია, ამაზე პასუხი ვერ იქნება სარკისებული პასუხი. ის, რასაც უკრაინა აკეთებს რუსეთთან მიმართებაში, ეს არის პასუხი, ეს არის თავდაცვა. А могло ли быть иначе? Ну, мы შეიძლებოდა знаем, სხვაგვარად что ყოფილიყო. к тому, что როგორც был президент ტრამპი Трамп, ამბობს, он ეს сказал, არ что დაიწყებოდა если бы он был у власти, ის რომ это, ყოფილიყო პრეზიდენტი და მე этого ამაში можно было бы ვეთანხმები. избежать. ჩვენ დღეს Ну, ამერიკასთან согласен. დადებითი დინამიკა გვაქვს. ჩვენი Действительно, ხედვები этого ბევრ можно რამეში было бы განსხვავებულია. избежать. Если бы ასეთი დიდი по-другому სახელმწიფოებისთვის ეს работать, ნორმალურია. с администрацией თავარია ეს тогдашней ასთა სხვადასხვაობა байдენской როგორ администрации. გადაწყდება. ახლანდელი ადმინისტრაცია ძალიან პირდაპირ ამბობს, бы, რაც უნდა და ეს კარგია. ასე სჯობს Украину не მიდე превратили ფარისეულობა. в разрушительный და ჩვენ ნახეთ, რომ ერთის მხრივ აკრიტიკებს და ლანძღავს ევროპას, თუმცა მეორეს მხრივ ტრამპის მიმართულებით აგზავნის მესიჯებს, რომ ამერიკასთან, ასე ვთქვათ, ურთიერთობების დალაგება უნდა. და ეს არის ძალიან საინტერესო. იმიტომ რომ ჩვენ მანამდე ვიხილეთ ტრამპის საკმაოდ გამკაცრებული რიტორიკა და ასე ვთქვათ, ქაღალდის ვეფხვიც კი უწოდა რუსეთის არმიას, როგორც ჩანს ეს ქაღალდის ვეფხვი ჩარჩა პუტინს, იმიტომ რომ ცოტა ხანში შემოგთავაზებთ სად დაუბრუნა პასუხი, ასე ვთქვათ, ტრამპს, თუმცა აქ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პუტინი კი ასე ვთქვათ, ევროპელებს ლანძღავს, ემუქრება, თუმცა ამერიკასთან ფრთხილობს. და ფრთხილობს რამდენიმე ფაქტორის გამო, ჩემი აზრით. ერთ-ერთი ფაქტორი კი ეს ტომაჰავკები არის.
მაყურებელმა იცის, რომ კიდევ ერთ YouTube პროექტზე ვარ, ბოლო სიტყვა და იქ ბოლო გადაცემაში ასე ვთქვათ, რომელიც ჩავწერეთ, ამ იმ ფორმატში გვაქვს თბილისი, ბრიუსელი, ვაშინგტონი, ეს რაღაცა სამი ქალაქიდან ჩართვა და განვიხილავთ თემებს, ლინკი სხვათა შორის აღწერაში იქნება და იქ ია ჩაგვერთო, რომელიც ამერიკიდან, რომელიც მანამდე იმყოფებოდა კიევში, ერთ-ერთ კონფერენციაზე და იმ კონფერენციაზე საკმაოდ ვთქვათ, აქტიურად განიხილებოდა აი ამ ტომაჰავკების საკითხი. როგორც არის ვერსია და ვარაუდი, რომ ტომაჰავკების ნაწილი უკვე უკრაინაშია და ამაში არის გარკვეული ლოგიკა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ხდება ასე, როდესაც იწყებენ საჯარო სივრცეებში საუბარს, რომ შეიძლება გადავცეთ, როგორც წესი უკვე ადგილზე არის ხოლმე ინფორმაციის დაგვიანებით, თუმცა ტომაჰავკებზე არის ასე ვთქვათ შეფერხება, იმიტომ რომ ასე ვთქვათ მისი საიდან უნდა მოხდეს გაშვება, ან მაგაზე არის პრობლემები, საზღვაო ტომაჰავკები არსებობს ასევე და ამიტომ აი ეს ტექნიკური თავსებადობა იმ გამშვებებთან, რომელიც შეიძლება უკრაინას ჰქონდეს, აი აქ ამ დონეზეც, ამ ტექნიკურ დონეზეც კი მიმდინარეობს განხილვები უკვე საჯარო სივრცეში აქტიურად, შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ ტომაჰავკებზე რაღაცა გარკვეული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, შეიძლება როგორც ვთქვით, უკვე უკრაინაშიც იყოს და რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ თუ კი ტომაჰავკები აღმოჩნდება უკრაინაში, ეს სერიოზული პრობლემა იქნება რუსეთისთვის. ასევე იყო საუბარი, რომ ტომაჰავკები თუ არა მისი შემცვლელი რაიმე ასეთივე და არანაკლებ ეფექტური ფთოსანი ამერიკული რაკეტები გადაეცეს უკრაინას, შესაბამისად რუსეთმა იცის ეს ყველაფერი, იცის, რომ მას პრობლემები შეექმნება, შესაბამისად ცდილობს ევროპასა და ამერიკას შორის განხეთქილების დათესვას იმისთვის, რომ როგორღაც დააბრუნოს ტრამპი რუსეთისთვის სასარგებლო რიტორიკაში და ის სირთულეები აიღოს თავიდან, რომელიც შეიძლება შეექმნას იმ შემთხვევაში, თუ კი უკრაინა მიიღებს მძლავრ ამერიკულ შეიარაღებას. Если бы была многополярность, როგორ მოგვარდებოდა უკრაინის საკითხი მრავალპოლუსიან სამყაროში? ძალიან მარტივად. სხვადასხვა პოლუსში არსებული მხარეები დაილაპარაკებდნენ განსხვავებებზე, დაძაბულობის კერებზე ივსჯელებდნენ და მივიღებთ კოლექტიურ გადაწყვეტილებას. მიხვდებოდით, რომ ამ სიტუაციაში ყველას თავისი ინტერესი აქვს. ისინი ობიექტური და სუბიექტურებია, თუმცა არსებობს და მათი იგნორირება არ მოხდებოდა. სხვა ქვეყნებისთვის უკრაინა მხოლოდ რუკაა, საშუალებაა საკუთარი გავლენები გაზარდონ. სხვებისთვის რუკაო და ჩემთვის რუკა არ არის. და რაც ასე ვთქვათ ძალიან აბსურდული იყო ამ ასე ვთქვათ ნაწილში გამოსვლის, ეს არის ის ხედვა, როგორ ხედავს პუტინი სამყაროს და რაში ჭირდება ეს მრავალპოლუსიანი სამყარო, რომ აი ის გაგება, რაზეც თავში ვლაპარაკობდი, რომ დიდი ბიძიები დასხდებიან, მოილაპარაკებენ, გაინაწილებენ სამყაროს და ისე დაალაგდება ყველაფერი, არავინ არაფერს არ კითხავს შედარებით მცირე ერებს, მათ ბედს სხვები გადაწყვეტენ. აი ამისთვის სჭირდება მრავალპოლუსიანი სამყარო პუტინს და ამიტომ ვერ იტანს სამყაროს, სადაც თუნდაც პატარა საქართველოს ხელა სახელმწიფოს აქვს თანაბარი უფლება არსებობდეს. თუნდაც უკრაინას, რომელიც ასე ვთქვათ რუსეთის გაგებაში საერთოდ არ უნდა იყოს სახელმწიფოდ, იმ სამყაროში, რომელშიც ახლა ჯერ კიდევ ვცხოვრობთ, უკრაინას აქვს უფლება იყოს სახელმწიფო. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ამერიკა და რუსეთი ერთნაირი ნაგავია და ისინიც იმპერიალისტები არიან და ესენიც იმპერიალისტები არიან, უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთისთვის ეს იმპერიალისტობა გამოიყურება ისე, რომ ერები უბრალოდ არ უნდა არსებობდნენ, სახელმწიფოები უბრალოდ არ უნდა არსებობდნენ, მის იმპერიაში შემავალი სხვა ერები, ეთნიკური სხვა ეთნიკური ეთნოსის წარმომადგენლები რუსებს უნდა ემსახურებოდნენ, ის ვისაც რუსეთში უცხოვრია და იცის ძალიან კარგად, როგორი არის დამოკიდებულება სხვა ასე ვთქვათ ერების მიმართ,
რომ ისინი რაღაცა მეორე ხარისხოვანი ხალხები არიან და რუსებს უნდა ემსახურონ. შესაბამისად, აი ეს არის ის, რისთვისაც პუტინს მრავალპოლუსიანი სამყარო სჭირდება. Если говорить о чисто военной составляющей, то здесь, თუ конечно, ვისაუბრებთ ომზე და წმინდა საბრძოლო შემადგენლობაზე, აქ მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური გარდატეხა. და როგორც ყველა ამბობს, ეს ეხება დრონებს, უპილოტო სისტემებს როგორც ცაში, ასევე ხმელეთსა და წყალზე. დღევანდელობის სირთულე ისაა, რომ რასაც ომში გამოიყენებენ, ის ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო ცხოვრებაშიც გამოიყენება. ეს ყველაფერი სხვა სფეროების განვითარებას მოითხოვს, მათ შორის რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს. ახლა ტანკები ისე აღარ გამოიყენება, როგორც მეორე მსოფლიო ომში, რომ გაგერღვია ფრონტი. არა, ახლა საფარებიდან ქვეითების მხარდასაჭერად გამოიყენება. ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. რაღაცას მოვიფიქრებთ და ერთ კვირაში აღარაა აქტუალური. ეს რატომ ხდება? იმიტომ რომ მოწინააღმდეგე სწრაფად იცვლება. ყველაფერი იცვლება, მაგრამ უცვლელია რუსი ჯარისკაცის სიმამაცე, თავგანწირვა და ჰეროიზმი. როცა ვამბობ რუსს, მხოლოდ ეთნიკურად რუსს არ გულისხმობ, რა თქმა უნდა. როგორც პეტრე პირველმა თქვა, რუსი არის ის, ვისაც უყვარს რუსეთი და ემსახურება რუსეთს. რუსი არის ის, ვისაც უყვარს რუსეთი და ემსახურება რუსეთს. ასე რომ დაფიქრდით რუსეთუმეებო, რუსები ხომ არ ხართ შემთხვევით საერთოდაც თქვენ ვისაც რუსეთი ასე გიყვართ და ეთეყვანებით, მათი ხედვა ასეთია ყოველ შემთხვევაში, ეს არ მithქვამს პუტინმა გაიმეორა პეტრე პირველის სიტყვები. შესაბამისად, ისინი თქვენ ესე ხედავენ, როგორც მათ მსახურებს და მორჩილ ხალხს, ვისაც უყვარს ისინი და ეთაყვანებიან. ასე რომ, კარგად დაფიქრდით, სანამ გადაწყვეტთ და გენდომებათ, რომ ისევ დამპალ რუსულ იმპერიაში ვიცხოვროთ. Практически по всей линии боевого соприкосновения наши войска уверенно идут вперед. То есть საბრძოლო შეხების მთელს ხაზზე ჩვენ წინ მივიწევთ. ჩრდილოეთშიც, ხარკოვშიც, სუმშიც წინ მივიწევთ. ვოლჩანსკი ნახევრად ავიღეთ და ახლა მალე სრულად დავიკავებთ. იქ იქნება უსაფრთხოების ბუფერი და ყველაფერი ეს მიდის როგორც დავგეგმეთ. დასავლეთის დაჯგუფებამ აიღო დიდი ქალაქი კუპიანსკი. არა, კი არა აიღო, 2/3 ავიღეთ და მალე მაგასაც მოვჭერთ. ცენტრი ჩვენს ხელშია, ბრძოლები მიდის სამხრეთით. სამხრეთი დაჯგუფება უკვე შევიდა ქალაქ კონსტანტინოვკაში. ეს კი უკვე იმ თავდაცვითი ზღუდის შემადგენელი ნაწილია, რასაც ქვია კონსტანტინოვკა, კრამატორსკი, სლავიანსკი. აი, მანდაც კი შევედით. დაჯგუფება ცენტრი შევიდა კრასნაარმიასკში. უფრო სწორედ ცენტრში კი არა, შევედით ქალაქში და იქ მიდის ბრძოლები. დეტალებზე არ ვილაპარაკებ, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეს ინფორმაცია არ მიდის. დაჯგუფება აღმოსავლეთი კი ძალიან კარგად მიიწევს ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის მიმართულებით. ლუგანსკი პრაქტიკულად ჩვენს ხელშია, სადღაც 0.13% დარჩა მოწინააღმდეგეს. სადღაც 19%-ზე მეც აკონტროლებს ტერი დნეპროპეტროვსკის ოლქში. არა, მაპატიეთ, დონეცკის ოლქში. 24-25%-ს აკონტროლებენ ზაპოროჟიესა და ხერსონში. და ყველგან ჩვენ გვაქვს სტრატეგიული უპირატესობა. და თუ ჩვენ ნატოს ვებრძვით და ასე კარგად ვართ და თან ქაღალდის ვეფხვივართ, რა გამოდის თვითონ ნატო. აი, რომ გითხარით, რომ ქაღალდის ვეფხვზე ჩარჩენილი აქვს გულში თქო, აი აქ გაუხსენან ტრამპს ასე ვთქვათ, ეს ქაღალდის ვეფხვი. როგორც ნახეთ, პუტინი საკმაოდ ინფორმირებულია დეტალურად რა ხდება ფრონტზე და ჩვენც ფრონტზე თუ რა ხდება ფრონტზე ამაზე გადავალთ, თუმცა მანამდე კიდევ ერთი მონაკვეთი მინდა მოგასმენოთ. Вот за сентябрь потери მხოლოდ სექტემბერში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგა 44,000 ადამიანი და მათგან ნახევარი გარდაიცვალა. ამ ხნის განმავლობაში იძულებითი მობილიზაციით სადღაც 18,000 შეგროვება შეძლეს, სადღაც 14,000 დაიბრუნეს მკურნალობებიდან. თუ კი ამას დავაჯამებთ, -11,000 გამოდის. ანუ შევსება კი არა აქვთ, ცირდებიან. იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით სადღაც 150,000-ზე მეტი დეზერტირი ყავთ. ამ ხნის განმავლობაში კი 160,000 შეაგროვეს, მაგრამ 150,000 ხომ ბევრია. მოკლედ, ახლა შეუძლიათ ასე კიდაციონ მობილიზებულების, მაგრამ ეს ვერ ცვლის სიტუაციას. არ აქვს საკმარისი დრო, რომ ისინი მოამზადონ. ჩვენები ყოველდღიურად უტევენ. გამაგრებას ვერ ასწრებენ უკრაინელები. რამდენი დროინც არ უნდა აწარმოონ, თუ ადამიანები არ ეყოფათ, ვერაფერს იზამენ. ამიტომ, როგორც არაერთხელ, ვთავაზობთ კიევში ხელისუფლებას მოგვილაპარაკოთ. ანუ კიდევ ერთხელ გაიმეორა ამხანაგმა პუტინმა, რომ მართალია ბრძოლით ვერ ავიღეთ დონეცკის ოლქის სრულადო, ვერც ზაპოროჟიე, ვერც ხერსონიო, მაგრამ მოდი მოგველაპარაკეთ და
ისე დაგვიწყეთ. მოდი დავუშვათ, რომ ახლა ეს რაც მოიყვანა მონაცემები და სტატისტიკა, ყველაფერი აბსოლუტურად მართალია, არ არის გადაჭარბებული და დავუშვათ, რომ მართლა 100. ჩვენ ვიცით, რომ შეტევაში მყოფსა და დაცვაში მყოფ ჯარებს შორის თანაფარდობა 1:3-ია. მინიმუმს ვამბობ, თორე არსებობს გათვლები, როცა მეტიც არის ეს შეფარდება, მაგრამ მოდი დავუშვათ, რომ თანაფარდობა არის 1:3-ზე. არა, მოდი ესეც არ დავუშვათ. მოდი დავიყვანოთ, რომ 1:2-ზეა. რომ ვინც უტევს, ის ორჯერ მეტი ნადგურდება, ვიდრე ვინც თავს იცავს. ეს სამხედრო საქმეში ჩახედულმა ადამიანმა კარგად იციან, რომ 1:2-ზე აბსურდული მონაცემია, კაცლებით მეტია მინიმუმ 1:3-ზე, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ 1:2-ზეა. ანუ პუტინის მონაცემებით 44,000 უკრაინელი თუ დაშავდა ან მოკვდა, როგორც მან თქვა, დაახლოებით 20% თუ სწორად მახსოვს გარდაიცვალაო და დანარჩენი მძიმედ დაშავდნენო, გამოდის, რომ თუ კი ასეთი 44,000-ია უკრაინის მხარეს, ორჯერ მეტი არის რუსეთის მხარეს, ანუ 88,000. და ეს თუ კი რუსებისთვის ოპტიმისტურ გათვლებს გავაკეთებთ, თუ რეალისტურს 120,000-ზე მეტი გამოდის, ხო? 1:3-თან შეფარდებით თუ გავაკეთებთ. ასე რომ თუ კი ყველაფერი ასე კარგად აქვს ფრონტზე, როგორც ახლა ყვებოდა, მაშინ რაღაცა უნდა ეს მოლაპარაკებები გაუგებარია. აქვე თუ კი ამდენი ხანი უყურებთ ვიდეოს და ჯერ არ დაგილაიქებიათ და ალაიქეთ ვიდეო, თქვენ კი ვისაც ჯერ არხი არ გაქვთ გამოწერილი, გთხოვთ გამოიწეროთ არხი. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მაყურებლის დაახლოებით 70%-მდე გამომწერი არ არის არხის, ამიტომ თუ კი უყურებთ ვიდეოს, გამოიწერეთ არხი და ალაიქეთ ვიდეო, გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში. ახლა გადავიდეთ სტატისტიკაზე. მათ შორის შევაჯამოთ, ასე ვთქვათ, სექტემბერიც და ნახოთ, ასე ვთქვათ, დაკავებული კვადრატული კილომეტრები, როგორ გამოიყურება, რამდენი რუსეთმა აიღო, რა გაათავისუფლა უკრაინამ და ასე შემდეგ. ნახოთ ახლა ინფოგრაფიკაზე ეს მონაცემები. სექტემბერში შევაჯამებ 3 წყაროზე დაყრდნობით. ახლა ჩვენ ვუყურებთ Deep State-ის მონაცემებს, სადაც ჩანს, რომ აგვისტოში დაკავებული ტერიტორიების ნახევარიც კი ვერ აიღეს რუსებმა სექტემბერში. ანუ ამ მონაცემებით რუსებმა აგვისტოში დაიკავეს 464 კვადრატული კილომეტრი, ხოლო სექტემბერში 259. შემდეგი არის უკვე რუსული წყარო სლივოჩნი კაპრის და ამაზე წინა ეპიზოდებში გიყვებოდით ამ წყაროზე და მათი მონაცემების მიხედვით აგვისტოში თითქმის 394 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს, რაც Deep State-ის ანალოგიურ მაჩვენებელთან ნაკლებია, ხოლო აგვისტოში 492 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს, რაც Deep State-თან მიმართებაში მეტია. როგორც ხედავთ, ამ ორ რუკას შორის აი ასეთი განსხვავებაა, რუკას არა, უფრო სწორედ ინფოგრაფიკას შორის, ხოლო როგორც გითხარით, მესამე წყაროც მოვიძიე, ეს არის ფინური Blackbird Group-ი და მათი მონაცემები კი ასეთია. აგვისტოში 430 კვადრატული კილომეტრი, რაც Deep State-ის და სლივოჩნი კაპრიზის დაახლოებით შუალედური მონაცემებია, ხოლო სექტემბერში ფინელების მიხედვით 398 კვადრატული კილომეტრი, რაც პრინციპში წინა ორთან შედარებით ასევე შუალედური მონაცემია. არსებობს სხვადასხვა მეთოდით დათვლის, ასე ვთქვათ, და აი ამ მონაცემების გამოყვანის და შესაბამისად მე ვეცადე, რომ სამი სხვადასხვა პერსპექტივა მეჩვენებინა თქვენთვის, როგორი არის რუსული პროპაგანდისტული მონაცემები, როგორი არის Deep State-ის მონაცემები, აქვე ვიტყვი, რომ Deep State-ი უკრაინული პროექტია და როგორი არის ფინური მონაცემები, ხო? წინა ვიდეოში ავხსენით, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, ანუ რატომ ვენდობი მე პირადად Deep States მეტად ვიდრე რომელიმე სხვა მონაცემებს. მათ შორის წინა ვიდეოებშიც გაჩვენეთ რუკაზე და ამ ვიდეოშიც ცოტა ხანში ახლა უბრალოდ ფრონტზე არსებულ მდგომარეობაზე გადავალთ, ნახავთ ვიდეოებში. Deep State-ი თავის რუკაზე მონიშნებს, აკეთებს რამდენიმე წყაროზე გადამოწმებით, მათ შორის მათზე გადამოწმებით, ვინც ფრონტზე არიან,
შეიძლება დროში ცოტას აგვიანებდნენ ასახვას, თუმცა დროში აგვიანებენ და ასახვას აგვიანებენ არა მხოლოდ თქვათ რუსების მიერ დაკავებული სოფლების და ქალაქების, არამედ თავად უკრაინელების მიერ დაკავებული სოფლების და ქალაქების. სხვათა შორის გასულ კვირაში შემხვდა ერთ-ერთი უკრაინელი ჯარისკაცის ვიდეო, თუ სწორად მახსოვს 510 ბატალიონიდან იყო სამწუხაროდ მერე ვიდეო ვეღარ ვიპოვე, სადაც ის ამბობდა, რომ რომელიღაც სოფელში იყო, უკრაინის დროშას აფრიალებდა და Deep State-ს მოუწოდებდა, რომ შეცვალე რუკაზე მონაცემები ხო ხედავთ აქ ვართ და ჯერ რუსები არ არიან შემოსულებიო. შესაბამისად, Deep State-ი, ასე ვთქვათ, არ არის მიკერძოებული და არ ექვემდებარება სრულად ასე ვთქვათ, უკრაინის გენშტაბის მონაცემებს, რა თქმა უნდა, ამ მონაცემებს იღებს, თუმცა მას აქვს საშუალება დამატებით სატელიტური სურათები მოიძიოს, ასევე მას აქვს ძალიან კარგი და დიდი ქსელი ფრონტზე, შესაბამისად, მე პირადად Deep State-ის რუკებს უფრო ვენდობი, ვიდრე რომელიმე სხვას, თუმცა მაინც, ასე ვთქვათ, თვალსაჩინოებისთვის სტატისტიკის შემთხვევაში უკვე დამატებითი მესამე წყაროც მოვიყვანე, ხოლო რაც შეეხება ფრონტს, ახლა გადავალ ფრონტზე და იქ უკვე Deep State-ის და ამ რუსული პროპაგანდისტული სლივოჩნი კაპრიზის რუკებზე განვიხილოთ თუ რა ხდება ფრონტზე. რაც შეეხება ფრონტზე არსებულ ვითარებას მეტწილად განვიხილავ პუტინის სიტყვიდან გამომდინარე, რომელიც მოგასმენინეთ და სადაც თქვა, რომ შევიდნენ ან დაიკავეს იმ ქალაქებს და ადგილებს შევხედოთ რუკაზე და შევხედოთ ორივე რუკაზე, როგორც Deep State-ზე, ასევე სლივოჩნი კაპრიზზე. მაშასე ვოლჩანსკი და სუმის მიმართულება, აი ეს არის Deep State-ის მონაცემები, ეს უკვე სლივოჩნი კაპრიზის და როგორც ხედავთ, აქ პრაქტიკულად იდენტურია სიტუაცია. ანუ ქალაქი აღებული არ არის, მხოლოდ მისი ნახევარია აღებული. შემდეგი რაც ახსენა პუტინმა, ეს არის კუპიანსკი. და მან თქვა, რომ ცენტრი დაკავებული აქვთ და სამხრეთით მიმდინარეობს ომები, თუმცა როგორც ხედავთ, სლივოჩნი კაპრიზის რუკაზე, ანუ იმ რუსული წყაროს რუკაზე, რომელიც უშუალოდ ფრონტზეა და იქიდან აგროვებს მონაცემებს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა კუპიანსკის დიდი ნაწილი ნამდვილად აღებული აქვს, თუმცა აი უკვე Deep State-ის რუკაზე დაახლოებით ის გამოსახულება გვაქვს, რაზეც პუტინი ლაპარაკობს, 2/3 დაკავებულია, ცენტრი აღებულია და ბრძოლები გადმონაცვლებულია სამხრეთით. და ახლა კონსტანტინოვკა, რომელთაც ასე ძალიან იამაყა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ კონსტანტინოვკა მნიშვნელოვანი წერტილი არის, ეს პუტინმაც თქვა, კონსტანტინოვკა კრამატორსკი სლავიანსკის გამო, აი ამ საფორტიფიკაციო აგლომერაციის გამო და არც სლივოჩნი კაპრიზის და არც Deep State-ის რუკაზე არ არიან ქალაქში შესულები. განსხვავება ის არის, რომ Deep State-ის რუკაზე საკმაოდ მოშორებით არიან კონსტანტინოვკიდან, რაც შეეხება სლივოჩნი კაპრიზს, მისი მიხედვით ქალაქის მისადგომებთან ეგრეთ წოდებულ სააგარაკე ნაწილში უკვე მისულები არიან. ის, რაც კონსტანტინოვკაზე უნდა ითქვას და უკრაინელებისთვის რეალურად საგანგაშოდ ჩანს, ეს არის კლებან-ბიკის წყალსაცავი და მისი აღმოსავლეთით არსებული სოფელი კლებან-ბიკი. აი იგივე რუსული წყაროების მიხედვით ამ რუკას ახლა გთავაზობთ. აი ამ სოფელში რუსები უკვე არიან და არიან პრაქტიკულად ორივე მხრიდან წყალსაცავთან. და თუკი აი Deep State-თან რომ შევადაროთ, აი ეს ნაწილები უკვე აღებული აქვთ რუსებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი აი ამ ჯიბეში უკრაინული დანაყოფები ჯერ კიდევ არიან, პრაქტიკულად იქ ალყაში არიან მოქცეულები და პრინციპში ერთადერთი გზა არის, რომ აი ეს წყალსაცავი გადალახონ, ცურვით ალბათ რთული იქნება, უფრო რაღაცა გასადარი ნავებით, ან შეიძლება მცირე დაჯგუფებებით გაუძღვენ რუსებს ფლანგებიდან, თუმცა ვნახოთ, ასე ვთქვათ, აქ არა მოხდება. რეალურად ყველაზე დიდი წინსვლა რუსებს აქვთ დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის გზაგასაყარზე. აი აქ აიღეს რამდენიმე სოფელი, მათ შორის არის ოლხოვსკი, ბერეზოვოე, ასევე კალინოვსკე
და ცდილობენ წისვლას როგორც ზაპოროჟიეს, ისე დნეპროპეტროვსკის ოლქში. რაც შეეხება დობროპელიეს, აი აქ ეს გარღვევა რო ჩავარდა და ძალიან დიდი დაჯგუფებები არიან, ნაწილი უკვე ალყაში, რუსული დაჯგუფებები უკრაინელების ალყაში და კიდევ ერთი დიდი ალყა, ასე ვთქვათ, მოსალოდნელი, აი ამის აღმოსაფხვრელად, როგორც ჩანს, რუსებმა გადაწყვიტეს ჩრდილოეთიდან მანევრი. რუსები ამტკიცებენ, რომ უკვე არიან სოფელ სოფიევსკაში, ეს არის აი ამ ადგილას და ჩრდილოეთიდან ხდება შეტევა. ის ტორეცკისკენ მიმავალ გზის დაკავებას ისახავს მიზნად. ანუ თუ ამ სოფელში შევლენ და დაიკავებენ, გადაჭრენ აი ამ გზას, რომელიც ამარაგებს შესაბამის ფრონტს და ეს გზა მნიშვნელოვანია რამდენადაც დობროპელიეს მიმართულებით უკრაინელების მობილიზაციას და იმ ლოჯისტიკას ამარაგებს და შესაბამისად თუ კი აი ეს მართლაც სოფიევკაში შევიდნენ და გადაჭრეს ეს გზა, მაშინ იმ წარმატებას, რაც დობროპელიეს მიმართულებით უკრაინელებს აქვთ, საფრთხეში ჩააგდებს. მოკლედ, ასეთი იყო, ასეთი ავითარება ფრონტზე, გაგაჩვენეთ ყველა აქტიური და ესეთი მონაკვეთი, რომელიც არის, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, მათ შორის გაჩვენეთ იქ რა მდგომარეობა არის, სადაც ასე ვთქვათ, რაზეც პუტინი ლაპარაკობდა და მე აქ მინდა ერთი ასე ვთქვათ შედარება მოგიყვანოთ, როდესაც საუბრობთ მაგალითად კუპიანსკზე, ხო? კუპიანსკს ჩვენ ვიცით, რომ მთელი საზაფხულო კამპანია მოანდომეს და ახლაც ნახევარი საშემოდგომო კამპანია გასულია და ქალაქი მთლიანად ჯერ კიდევ ვერ აიღეს და რა გგონიათ, რამხელა ქალაქი არის კუპიანსკი. კუპიანსკი არის სულ რაღაც 33.5 კვადრატული კილომეტრის ქალაქი და შედარებისთვის რომ ავიღოთ რუსთავი არის 60 კვადრატული კილომეტრი. ანუ ნახეთ, ნახევარი რუსთავი რო იყოს და იმის აღებას ვერ ახერხებენ მთელი ზაფხული და ახლა მთელი ნახევარი საშემოდგომო კამპანია. ასევე რომ როდესაც რუსები ამბობენ, რომ ჩვენ გვაქვს წინსვლა და ჩვენ ყველგან შეტევაზე ვართ და თითო სოფელს დასწრებენ, რომ აი ამ სოფელში შევედით, აი ამ სოფელში შევედით, უნდა ვიცოდეთ ის სოფლები კიდევ უფრო პატარა იქნება, ხო, ქალაქებთან შედარებით და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კუპიანსკი არის იმხელა, რამხელაც ნახევარი რუსთავი. და ბახმუტის აღებას გახსოვთ ალბათ რა ძალები შეალიეს და ბახმუტი საერთოდ გლდანის ხელაა. გლდანი, ცალკე აღებული გლდანი და ბახმუტი არიან ტოლები. შესაბამისად, როდესაც რუსული წყაროები გიყვებიან წინსვლაზე, იცოდეთ, რომ მეტწილად ისინი იტყუებიან ან მანიპულირებენ ინფორმაციით. ასეთი ეპიზოდი იყო დღეისთვის. მადლობა. კიდევ ერთხელ მადლობა, ვინც მუდმივად მიყურებს, ალაიქებს ვიდეოს, აშიარებს თავის სოციალურ ქსელებში. მადლობა თქვენ, ვინც აქტიურობთ კომენტარებში. მათ შორის განსხვავებული აზრის ადამიანებს, ვინც კორექტულად წერს, თორე ვინც არაკორექტულები ხართ, შესაბამის პასუხსაც იღებთ. მოკლედ, ვისაც არ ხიჯარა გაქვთ გამოწერილი, ახლა გამოიწერეთ, გაავრცელეთ ინფორმაცია, ალტერნატიული ინფორმაცია. მადლობა, დროებით ნახვამდის.